სტუდიაში ვიწყებთ საუბარს. ელგუჯა ხოკრიშვილი გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ელგუჯა და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ პროკურატურის დღევანდელი განცხადებით. იყო თუ არა მოსალოდნელი, რომ სალომე ზურაბიშვილს სწორედ აი იმ მისი გადაწყვეტილებების, მისი განცხადებების თუ პოლიტიკური აქტივობის და განსაკუთრებით აქციაზე მისი გამოსვლის შემდეგ ამგვარად მოიქცეოდა პროკურატურა და რა მიზანი აქვს ახლა ივანიშვილს, როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ანუ გუშინ ჩვენ ვნახეთ ხო ფაქტიურად რა მოხდა, რომ მმართველი პარტიის მიერ მართულმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიმართა მმართველი პარტიის მიერ მართულ პროკურატურას, რომ გამოეძიებინა მმართველი პარტიის ჩართულობით დაფიქსირებული დარღვევები. ამას მოყვა შემდეგ პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება. ანუ ჩვენ წინა საარჩევნო პერიოდშიც შეტანილი გვაქვს პროკურატურაში სარჩელი. ეს მოყვა პარლამენტის თავმჯდომარის წახალისებას ძალადობაზე. იქ იყო ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ საპატიო თავმჯდომარის მუქარა კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიმართ და მოწოდება სავით, რომ ყველას გაგასამართლებთ. ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში არის აი ამ საგამოძიებო პროცესის ესე ვხედავთ ჩვენ რომ და მე პირადად რომ ამის რაღაც ნიველირება ხდება და ასევე ჩვენი ინიციატივის შემხვედრი ნაბიჯია. ჩვენი ინიციატივა არის კონკრეტული. ჩვენ ვითხოვთ რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე აიტვირთოს იმ ამომრჩეველთა სია, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ეს არის 2 მილიონი დაახლოებით 60,000 და მათ ჰქონდეთ საშუალება რომ გადაამოწმონ 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე დროის რომელ პერიოდში მიიღეს მონაწილეობა. ეს არის ტექნიკურად ძალიან სწრაფად გაკეთებადი, თუ იქნება პოლიტიკური ნება და თუ არის ასევე სურვილი რომ ვთქვათ ამ მიმართულებით მოიხსნას ყველანაირი კითხვა. გასაგებია რომ ამის სურვილი არ არის ბატონო გუჯე და ალბათ არც უნდა გქონდეს მოლოდინი რომ ხელისუფლება ამას საკუთარი თავის წინააღმდეგ და თუ ჩვენ ვამბობთ იმას რომ ეს იყო სპეცოპერაცია სადაც ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობდა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის და იმ წარმომადგენლების ჩათვლით ვინც იყო უშუალოდ საარჩევნო უბანზე თუ უბნის გარეთ, მაშინ გასაგებია რომ ამას ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ გამოიძიებს. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ახლა პროკურატურა დგამს ერთგვარ შემხედრ შესაძლოა და საპასუხო ნაბიჯს და საქართველოს პრეზიდენტი და არ უნდა გამოურიცხოთ რასაკვირველია რომ ოპოზიციის ლიდერებიც ძალიან მალე დაიბარონ გამოკითხვებზე, ხო? ანუ აი ამ მიმართულებით უნდა ახლა პროცესის გადაყვანა. ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს ახლა თქვენი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების პასუხი? ყურადღების გადატანის წელობა არის და მაგიტომ ვიძახით, ანუ თუ გამოქვეყნდება, ანუ თუ ნეიტრალურ პლატფორმაზე ესიები აიტვირთება და მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა რომ გადაამოწმონ, ეს ნაბიჯი შეიძლება განვიხილოთ რომ აი გარკვეული დაშინების მცდელობა არის, თუნდაც იმ ადამიანების რომლებიც განაცხადებს რომ მათ არ მიუღიათ ამ საარჩევნო უბანზე კონკრეტულ დროში, იმიტომ ეს გამოძიების საკითხი იქნება შემდეგ, რომ აი ამ დაბარებებით ჩვენ ვხედავთ ასევე რომ ეს არის შემხვედრი ნაბიჯი რომ მოხდეს ამ ხალხის დაშინება. ეს არის ერთი ჩართულობა რომ თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო ჩართული ამის გარკვეულ გონივრული ეჭვი გვაქვს და ვცდილობთ რომ მტკიცებულებები შევაგროვოთ, მაგალითისთვის მოგიყვანთ იმას რომ ანუ რიგის მომწესრიგებლები, ადმინისტრატორები, რომელიც როგორც წესი საარჩევნო დღეს კენჭისყრის საშუალებით ხდებოდა მათი განსაზღვრა, ერთი კვირით ადრე მოხდა მათი დანიშვნა. ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ნათია მეზრიშვილს ექნება ეს ბრიფინგი, სადაც აი ამ სქემების გაშიფრვა იქნება.